რა თავისუფლებას მაძლევს მე რელიგია თუ ის მისაზღვრავს როგორი ვიყო და როგორი არა მიზუღდავს რა მინდოდეს და რა არა აჯობია ჩემთვის და რა არა ამის მაგალითები ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა ახლა მე თავისუფლება ვახსენე ზუსტად და ბოროტების არსებობა სწორედ ნიშნავს იმას რომ ღმერთი არაფერს არ გიზღუდავს რაც შეეხება ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ კანონებზე ხშირად მომიყვანილია მაგალითი რომელიც ჩვენთანაც მოვა თავში აზრად რომ ეხლა მინდა მანქანა შევიძინო ვამბობ მე და ой რა კარგია მილოცავში რა კაია მანქანა და ვიყიდე კიდევაც მაგრამ ეს შემთხვევები ძალიან ბევრია მანქანა აქვთ და მართვის მოწყობა არ აქვთ არა და უყენიათ ხოლმე მანქანა ის კაცებს ცოლები ეგრევე სწავლობენ ფოთაშორის ხო და ეხლა მინდა რომ მართვა ვისწავლო და როდის მიდიხარ სკოლაში მეკითხები და უკვე ხვალიდან ვიწყებ განახე ერთი თვის მერე და დადიხარ უკვე მანქანით არა რატო იცი რა სკოლაში მივიდა არ მომეწონა რა არ მოგწონა ესენი ვინ არიან კაცო ჩემ ღირსებას ეხებიან რატო მეუბნება წითელზე არ გაიარო ეს სამკუთხედები როა ესე დადექი იმ გზაზე ესე გადაუხვიე ესე იგი წვეტილზე გაიარე უწყლზე არ გაბედო მარცხენა მხარეს დადექი და არა მარჯვენა მიმართულებით ესე იგი წარმოგიდგენია რას მიბედავენ მანქანა მიყიდია ფული გადამიხდია და ეს მაგა ჭკუაზებია რო რა ქვია მაშინ შენა ამას თუ ესე იფიქრებ განაშენ მოგივა თავში აზრად რომ როცა მოძრაობ რაღაც კანონს დაემორჩილო რომ შენი თავისუფლება და ღირსება ილახება არა ეს არის საგზაო მოგზაობის წესები და თუ ამას დაარღვევ მოკვდები უბრალოდ რა კარგი ბატონო ესე იგი საოცარი ხედია თქვა ჩემი სახლიდან და მთელი თბილისი ჩანს მაგრამ ვარ 35 სართულზე ან კაი ბატონო მე-6 სართული იყოს ამუშავება თავი საოცარი ხედია და ესე იგი სახლის გასაღები რომ მომცე სახლის მეპატრონო მეუნება ის ვინც მომყიდა სახლი რომ მხოლოდ კიბებითად და ჩამოდი თუ მაინც ლიფტით იმიტომ რომ გავიხედე შემამჩნია რომ თვალები გამომწყინდა სიხარულით ვარა მაგარი ხედია და ესე იგი მე გავბრაზდი არ მინდა შენი სახლი არ მინდა შენი მინდა თავი გამანებე რატო იმიტომ რომ შენ მე ღირსებას მილახავ რატო მეუნები რომ არ გაფრინდაო აქედან აქედან მინდა ჩავიდე ანუ თავში ეგეთი აზრამე ხო არ მოგდის არადა სად ეხლა კიბებზე მტრიანი სადარბაზოთი ჩახვიდე ჩვენ ქართველები ხო მარტო საკუთარ ოთახებს ვული და გარეთ საერთოდ არ გვედარდება რა ხდება მაგრამ როცა გადავიხედები მე-16 სართულიდან ავალ აივანზე და აუ გავფრინდი რა ნარნარად ჩავალ პირდაპირ სადაც მინდა იქ თან თბილისში სადაც მე უნდა მივიდა პირდაპირ ხელის გულივით ესე იგი რა თქმა უნდა სასიამოვნოა ვის არ უნდა ეხლა ეს მაგრამ რატო არ ვაკეთებთ იმიტომ რომ ესეთი კანონია ღმერთს შექმნილი რომ მიზიდულობა არსებობს და მე კიდე ფრთები არ მაქვს ძალიან მარტივად არის საქმე ხო მაგრამ არც ერთი ჩვენთაგანი თავს ღირსება შელახულად თავისუფლება დაკარგულად არ თulis შედალოცულო თუ არსებობს მატერიალისტური კანონები რატო არ შეიძლება ვიფიქროთ რომ ზნეობრივი და სულიერი კანონებიც არსებობს რომელი კანონები მაგალითად ადამიანი იტყვის მაგალითად არ არის სასურველი რომ მატყუ არა იყო არ არის სასურველი ცხელუთოს ხელი მიადო არ არის სასურველი მე-16 სართულიდან ჩახვიდე არ არის სასურველი ესე იგი საგზაო მოძრაობა დაარღვე არ არის სასურველი იყო მატყუ არ არის სასურველი იყო ცბიერი ყალბი ფლიდი არ არის სასურველი იყო მრისხანე არ არის სასურველი იყო მრისხანე არ არის სასურველი იყო მემთვრალე არ არის სასურველი ცოლს უღალატო არ არის სასურველი არ არის სასურველი ქმარს უღალატო არ არის სასურველი შვილი მუცელში მოკლა არ არის სასურველი არ არის სასურველი სამშობლოს უღალატო არ არის სასურველი ქუჩაში გამოხვიდე და საკუთარი დედის გინებით აიკლო ყველა არ არის სასურველი არ არის სასურველი პირველი შემთხვევა როცა ფეხი შემთხვევით ავტობუსში ვიღაცამ დაგაბიჟა იმას ცვილკვილი დაუჩეჩქო არ არის სასურველი თუ იმე მეტყვის რომ ამას ეს ყველაფერი სასურველია მე გეტყვით თუ შენთვის სასურველი იცხოვრე ეგრე აი მაგრამ პრობლემები შეგექმნება და მე ნუ დამაბრალებ და ნურს ღმერთს ნუ დააბრალებ ისე როგორც შენ რომ მე-16 სართულიდან გადახვიდე და რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო და ღმერთის ბრალი არ იქნება ისე სხვა შემთხვევაში გესმით და აი ამ ყველაფერი კანონის მიღმა ძმებო სიყვარულია და ამ სიყვარულს უყო დანახვა უნდა რატომ არის მიზიდულობის ძალა სიყვარული რატო საოცრებაა წარმოიდგინე მიზიდულობის ძალა რა საოცრებას ქმნის მზე დედამიწა და როგორ ფსკრიალებს მის გარშემო საოცრება არ არის მე ვფიქრობ საოცრებაა